სალამი მეგობრებო, დავბრუნდით შემდეგი ვიდეოთი, როგორც შეგვირდით წინა ვიდეოში. ეს ვიდეო იქნება ცოტათი განსხვავებული, მსგავსი ვიდეო ჯერ არ გამიკეთებია. ამ ვიდეოში ვილაპარაკებ UFC-ზე, MMA-ზე, კონკრეტულად UFC-ზე, ოღონდ UFC-ს betting მხარეზე. წინა კვირას გავაკეთე რამდენიმე ბეთი. TikTok-ზე მქონდა ატვირთული, stories-ზე მედო და ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა, ბევრი მწერდა და გადავწყვიტე ახლა გავაკეთო ვიდეო betting-ის შესახებ. სანამ კონკრეტულად ჩვენი ამ კვირის კარდის betting განხილვაზე და ბილეთების შედგენაზე გადავალ, მინდა ორი სიტყვით თქვა ვილაპარაკო და აგიხსნათ თუ რა როგორ ხდება საერთოდ ამ betting-ის სამყაროში, კონკრეტულად UFC-ს betting-ის სამყაროში. უკვე საკმაოდ დიდი ხანია, 7-8 წელია უკვე აქტიურად ვადევნებ თვალყურს MMA-ს და ამავდროულად სულ ბეთაობ ხოლმე. პირადად ჩემთვის ეს პროცესი არის ძალიან სახალისო, რაღაცნაირად ჰობივით მაქვს უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება ამაში, ამდენი წლის მანძილზე. მქონია პერიოდი ძალიან სულელურად გამომცვლია და ძალიან დიდ თანხებზე ავსულვარ და დიდი თანხებით გამიკეთებია ფსონები, მაგრამ ამ დროის განმავლობაში აი რამდენიმე წელია, ასე ვთქვათ, ჭკუა ვისწავლე და აი უკვე ბოლო 1-2 წელია მივხვდი იმას, რომ თუ ამას გავაკეთებ, უნდა გავაკეთო გასართობად ეს და არა იმიტომ, რომ რაღაცა თანხა ვიშოვო, ვთქვათ და ამით შემოსავალი მქონდეს, ან მსგავსი რა. betting-ით, მით უმეტეს MMA betting-ით აი ძალიან ძნელია რა და აი არავისი არ დაიჯეროთ ინტერნეტში ვინც იძახიან რომ მხოლოდ აი ამ betting-ით ცხოვრობენ და მხოლოდ ამით აქვთ შემოსავალი და თან ასეთი დიდი შემოსავალი როგორცაც გვაჩვენებენ ხოლმე ხშირად. მოკლედ რის თქმაც მინდა ის არის რომ ბეთაო მხოლოდ გასართობად რა და ყველას თქვენს გირჩევთ. პირველ რიგში რა თქმა უნდა გირჩევთ რომ საერთოდ არ გაეკაროთ, მაგრამ აი თუ მაინც ძალიან გაზომეთ და დაბეთეთ მხოლოდ თქვენი შემოსავლის მინიმუმი, აი 10-5% რა, ანუ ისეთი თანხა, რაც რისი წაგებაც ესე არ გეწყინებათ და მაგ წაგებული თანხის გამო მერე კვირები უკვე საჭმოს ვეღარ შეჭამთ და მსგავსი რაღაცეები. ეს აუცილებლად მინდოდა თავიდან მეთქვა. ეხლა კიდე უშუალოდ მინდა ვილაპარაკო MMA betting-ზე და იმაზე თუ როგორი რთული არის საერთოდ MMA betting-ი და როგორ განსხვავდება სხვა სპორტის betting-ისგან. MMA-ში ერთი შეხედვით ადვილად ჩანს, სულ ორი მებრძოლი გვყავს და გიწევს ერთი მებრძოლის არჩევა 50-50-ია ხო? ანუ ძალიან ადვილად ჩანს, მაგრამ სულაც არ არის ადვილი. MMA არის სპორტი, სადაც ყოველთვის საუკეთესო მებრძოლი არიგებს ჩხუბს. კიდევ უამრავი ნიუანსია, სულ ყველაფერს რო თავი გავანებოთ, ჩხუბის დღეს მებრძოლი რა ხასიათზე გაიღვიძებს, იმაზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული. შეიძლება მთლიანი კემპი იდეალურად გაიარა, ყველაფერი იდეალურად მოხდა, წონა იდეალურად ჩააბარა და უბრალოდ იმ დღეს, ჩხუბის დღეს გაიღვიძა და ვერ არის ხოთზე რა. გამოვიდა და იმის ნახევარიც ვერ გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა და რასაც ის მოელოდა თავისგან და რასაც ხალხი მოელოდა მისგან. ამას გარდა კიდევ შეიძლება იყოს, თქვათ, კემპი კარგად გაიარა მებრძოლმა და წონის დაკლებაში შეექმნა პრობლემები, ცუდად დაიკლო წონა და ეს რა თქმა უნდა ბრძოლის დღეს აუცილებლად თამაშობს რაღაც პონჩი და ბრძოლის დღეს ბრძოლა ზუსტად მაგის გამო შეიძლება წააგოს. კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის სტილისტიკური დაპირისპირება რა. აი თქვათ მებრძოლი, ორი მებრძოლი ხდება ერთმანეთს. ორივე დაახლოებით ერთ დონეზე არიან, თუმცა ერთ მებრძოლს ბევრად უფრო უკეთესი ოპონენტები ყავდა და ბევრად უფრო უკეთესი ოპონენტებისთვის აქვს მოგებული ვიდრე მეორეს. თითქმის ყველაფერში ჯობია თავის მეტოქეს და ყველაფერი იქითკენ მიდის რომ აუცილებლად უნდა მოიგოს ჩხუბი და საერთოდ ყველა ადამიანი, რა თქმა უნდა ყველა არა, მაგრამ აი 90%, 95% ფიქრობს რომ ეს მებრძოლი აუცილებლად გაიმარჯვებს ამ დაპირისპირებაში, მაგრამ თუმცა გამოდიან ოქტაგონზე და ვხედავთ რომ მისი სტილი ამ მებრძოლთან არ მუშაობს. საპირისპიროდ კი ის მებრძოლი, რომელიც ანდერდოგია, მისი სტილი კარგად მუშაობს ამ ფავორიტი მებრძოლის წინააღმდეგ და უცებ ყველაფერი იცვლება საერთოდ ოქტაგონზე და ეს მებრძოლი, რომელიც ამხელა ანდერდოგი იყო და ყველას ეგონა რომ აუცილებლად წააგებდა, ხდება უდიდესი ფავორიტი და მის მოქმედებებზე ამ ფავორიტ მებრძოლს უბრალოდ პასუხები არ აქვს რა. აი მაგალითზე რომ მოგიყვანოთ, ეხლა უცებ რაც გამახსენდა, თან ახლო წარსულიდან არის ისრაელ ადესანია შონ სტრიკლენდის წინააღმდეგ. აი ვის ეგონა მან რომ სტრიკლენდი ჯერ მეორე რაუნდში თითქმის დააფინიშებდა ადესანიას და მერე დანარჩენ აუცაც ყველას მოუგებდა. გამოვიდნენ და შონ სტრიკლენდს ისეთი სტილი აღმოაჩნდა, რომ
უბრალოდ პასუხი არ ქონდა ადესანიას. ადესანიას მხრიდან არაფერი არ მუშაობდა, ხოლო საპირისპიროდ შონ სტრიკლენდმა თავის ჯებზე დასვა და აი ამ ჯებით და 1-2-ით კრივი სტილით 5 რაუნდი მოუგო და გახდა ჩემპიონი. კიდევ არის lucky punch-ი, შეიძლება დაიწყოს ჭუბი და 1 მოიქნიოს რომელიმე მებრძოლმა და იმ 1 დარტყმით მეორე გათიშოს. სააკე საერთო თემა ამ საჯების ამბავი კიდე შეიძლება საჯმა ისე შეაფასოს ჭუბი, რომ აი იფიქრო, რომ საერთოდ სხვა ჭუბს უყურებდაო. ზოგჯერ ისეთ შეფასებებს იძლევიან ხოლმე საჯები და ისეთ მებრძოლს ამარჯვებინებენ, რომელმაც აშკარად წააგო იმ ჭუბში რა და ამაზეც ვერაფერს ვერ ვიზავთ. ურთულესია რა. რისი თქმაც მინდა არის ის, რომ ერთი შეხედვით ადვილი ჩანს, მაგრამ ძალიან ჩახლართულია და ძალიან რთულია საერთოდ ეს მთლიანი პროცესი. კიდევ მინდა ერთ რაღაცაზე ვილაპარაკო და ერთი რაღაც აგიხსნათ. აი ვიდეოებს, რასაც ვაკეთებ, პროგნოზებს, მინდა კარგად გაიგოთ ის, რომ პროგნოზები და betting pick-ები განსხვავდება ერთმანეთისგან. შეიძლება ერთი მებრძოლის მოგება ავირჩიო, მაგრამ მეორე მებრძოლზე გავაკეთო ბეთი. მე კი ვაკეთებ პროგნოზს და picks იმ მებრძოლზე, რომელიც მგონია რომ მოიგებს, მაგრამ შემდეგ კოეფიციენტებს რო ჩავხედავთ, იმხელა ფავორიტია და ბუკმეიკერებს იმხელა ისეთი დაბალი კოეფიციენტი აქვს მინიჭებული, რომ უბრალოდ არ ღირს მაგ მებრძოლზე ფსონის გაკეთება და თუ ფიქრობ, რომ ჩემი აზრით ის მეორე მებრძოლი არ იმსახურებს ამხელა ანდერდოგად ყოფნას და თუ აი თქვათ 40 ან 50% აქვს შანსი, რომ გაიმარჯვებს, დიდი ალბათობით იმ მებრძოლზე გავაკეთებ ბეტს. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ყველა შემთხვევაში, კიდე ბევრ რაღაცას ვითვალისწინებ, სანამ ბეტს გავაკეთებ. თუმცა სიტყვაზე ვამბობ დაახლოებით რომ მიგახვედროთ, როგორ ხდება და როგორ ვაკეთებ. ანუ როცა ღირებულება არ აქვს მებრძოლს და ძალიან დაბალი კოეფიციენტი აქვს, მასზე ბეტს არ გავაკეთებ. ამას ვერ ხვდება ხალხი და ძალიან ხშირად ხედავ ხოლმე ესე გაუაზრებლად ძალიან დიდ ბეთებს აკეთებენ ხოლმე, რაც ძალიან დაუფიქრებელი და გაუაზრებელი ნაბიჯია. აი მაგალითი რომ მოგიყვანოთ, მერაბის ბოლო ბრძოლა იანთან, მერაბი იყო უდიდესი ფავორიტი ამ რემატჩში. 1.25 ჰქონდა კოეფიციენტი. ეგ კოეფიციენტი იყო საზიზღრობა. 1.25 ჰქონდა მებრძოლთან, რომელიც ყოფილი ჩემპიონი იყო და ერთ-ერთი საუკეთესო სტრაიკერია საერთოდ მაგ ზონაში, თუ საერთოდ საუკეთესო არა. ბოლო წაგება ჰქონდა მერაბთან, მაგის მერე ყველაფერი მოიგო, უმაგრეს ფორმაში იყო და მე რა თქმა უნდა ვიცოდი, რომ უდიდესი შანსი ჰქონდა პიტერ იანს მაგ ჭუბში გამარჯვებაში და იყო უდიდესი ანდერდოგი. მაგ ჭუბში ბეთი თუ გაკეთდებოდა მხოლოდ პიტერ იანზე. 3 და რაღაცა ჰქონდა, ზუსტად არ მახსოვს. ანუ რა აზრი ჰქონდა მაგ ჭუბში მერაბზე ბეთის გაკეთებას. ხალხი ადგა და 5000-ები და 10000-ები ედოთ მერაბზე. გარისხული ჰქონდათ ამხელა თანხა და რას იგებდნენ 1000 ლარს, 2000 ლარს იგებდნენ ზევიდან. ეგეთი უეჭველი კუში არ არსებობს MMA-ში და მაგხელა თანხის გასვლა მასეთ კოეფიციენტზე უბრალოდ სისულელეა. აი კაი დრო იყო დასაბეთად მერაბის წინა ჭუბები უმართან, თუნდაც ომალისთან, სადაც ანდერდოგი იყო. მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცაა. ეხლა ვთქვი ძირითადად მთავარი რისი თქმაც მინდოდა აუცილებლად. ეხლა კი გადავალ და უშუალოდ ავხსნი დაახლოებით მე როგორ ბეთაობ, როგორ ვაკეთებ ხოლმე ბეთებს. რა თქმა უნდა, არანაირი გურუ არ ვარ, უბრალოდ ამდენი წლის მანძილზე ბეთინგით რაღაც გამოცდილება მაქვს მიღებული და ასე ვთქვათ, ჩემებური სტილი მაქვს შემუშავებული. ვერ ვიტყვი რომ მუშაობს, იმიტომ რომ ეს წელი რაც დაიწყო, წინა ქარდი იყო პირველი, რომელზეც წამოვიღე ბილეთები. მანამდე რამდენი ქარდი იყო უკვე 6 თუ 7 ქარდი იყო, ყველაზე მეწერა ბილეთები და არსად არაფერი არ მომიგია. ალბათ ხვდებით როგორი გულახდილი ვარ, ვლაპარაკობ სიმართლეს, ანუ როგორც არის, არაფერი დასამალი არ მაქვს. როგორც გითხარით, ამას ვაკეთებ გასართობად და არა იმიტომ რომ ფული ვიშოვო, უბრალოდ ჩემს საყვარელ მებრძოლს და ბეთი ვიზეც მაქვს გაკეთებული და რაც მაქვს ბეთი გაკეთებული, იმ პოზიციას უფრო ბალეშიკობ და თვითონ ეს პროცესი ძალიან მახალისებს. ეგ კი არა, რა ვიცი, მე მგონი ჩემი ყველაზე დიდი ჰობი ეს არის. მე არ ვაკეთებ ბეთებს მხოლოდ მებრძოლებზე, ვაკეთებ ხოლმე პოზიციებს, აი თქვათ მებრძოლის ვადამდელ მოგებას, მებრძოლის პირველ რაუნდში მოგებას, მებრძოლის ქულებით გადაწყვეტილებით მოგებას, ან ეს ბრძოლა რო იქნება 2-5 რაუნდზე მეტი, ან ბრძოლა რო დამთავრდება საბმიშენით, არ აქვს მნიშვნელობა რომელი მებრძოლი მოიგებს და აი მსგავსი პოზიციების, ანუ ყველანაირ პოზიციებზე ვაკეთებ ხოლმე ბეტს. რა თქმა უნდა, იმის შესაბამისად, რაც მგონია ყველაზე რეალური ხერხი ამ ბრძოლის დამთავრების. კიდევ მაქვს ერთი ასეთი ხერხი თუ გზა,
არ ვიცი რა შეიძლება დავარქვათ. მყავს ფავორიტი მებრძოლები, ხო, ეხა ყველას ჩვენი სიმპათიები გვაქვს და მყავს ბევრი ფავორიტი მებრძოლი სხვადასხვა წონებიდან და მიყვარს ხოლმე ესე სუბიექტურად მათზე თანხის დაბეთვა და მე აი თქვა თუ წააგებს ის მებრძოლი იმდენად გული არ მწყდება რა, იმიტომ რომ მაინც მომწონს ეგ მებრძოლი. ესეც ერთ-ერთი რაღაცნაირი ხრიკია რა, ესეთი მაინდსეტი მსგავსი მაქვს. არის ხოლმე შემთხვევები, როცა ერთ მებრძოლზე უფრო მეტი ინფორმაცია მაქვს, ვიდრე აი თქვათ სხვა ადამიანებს და თუნდაც აი ბუქმეიკერებს. თქმა უნდა არ ვიცი 100%, მაგრამ სხვა ბრძოლებთან შედარებით ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ მოიგებს. აი თუნდაც მერაბის კარიერას მოვყვები UFC-ს დასაწყისიდან და ძირითადად სულ ანდერდოგი იყო ხოლმე მერაბი რა და იმიტომ რომ მე ვიცოდი რომ ვინც იყო მერაბი და რის შესაძლებლობაც ჰქონდა, ხალხმა არ იცოდა, არ ენდობოდნენ, მე კიდე ზუსტად ვიცოდი და აი სულ ვბეთავდი ხოლმე მერაბს. პიტერ იანის ბოლო ჭხუბამდე რა თქმა უნდა, იქ უბრალოდ ძალიან დიდი რისკი იყო და ძალიან პატარა ჯილდო იყო ამისთვის და რა თქმა უნდა ვიცოდი და მან არ გამიკეთებია ბეთი. მსგავსად ილია თოფურიაც თან ილიას ფინიში ყველა ჯგუფში დაჩუქარი იყო. არ დაგიმალავთ და მსგავსი სიტუაცია მქონდა წინა კვირას. აი, ჩემ წინა ვიდეოს, პრედიქშენის ვიდეოს, ვინც უყურეთ, გეცოდინებათ იო ბარანევსკიზე ძალიან ბევრი ვილაპარაკე, თქვი რომ ვიცნობ იოს დარბაში სადაც ვარჯიშობ ხოლმე, იქ ვარჯიშობს იოც. ასე თუ ისე რაღაც ინსაიდები ვიცი მის შესახებ. აქ პოლონეთში არის ძალიან ბევრი amateurs ამატორული MMA ორგანიზაციები ძალიან მაღალი დონის და იო სანა პროფესიონალურ კარიერას დაიწყებდა უამრავი ჭხუბი აქვს ამატორული ჩატარებული და მოკლედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ იო თავიდანვე დააფინიშებდა ოსტინ ლეინს და დიდი ალბათობით ნოკაუტით, იმიტომ რომ ვიცით ჩვენ ოსტინ ლეინს თუ რა სუსტი ყბა აქვს, თან წონა დაიკლო ეხა და იმ წონაში იჭხუბა ქვემძიმეში, სადაც არასდროს არ უჭხუბია და მისი ყბა უფრო დასუსტდებოდა, ეგეც ვიცოდი. ეს ყველაფერი რომ შევაჯამე, იმ დასკვნამდე მივედი რომ ძალიან დიდი შანსი იყო იოს პირველ რაუნდში გაეთიშა ოსტინ ლეინი და ზუსტად ეგ გავაკეთე 5 ბილეთი და ყველა ბილეთში შევიყვანე ეს იოს პირველი რაუნდის ნოკაუტი. უფრო სწორად 2 ბილეთში მქონდა, მაინც დავაზღვიე პირველ და მეორე რაუნდის ფინიში. როცა ვნახე 4 შაბათი იყო, 3 დღე იყო ჭხუბამდე დარჩენილი და ეს პოზიციებიც ახალი დამატებული იყო. მოგეხსენებათ, პოზიციები საბრძოლო კვირაში იდება ხოლმე, ანუ 2 შაბათს ძირითადად არ არის ხოლმე სხვა პოზიციები, მხოლოდ რომელიმე მებრძოლის არჩევა არის ხოლმე. 4 შაბათს რომ ვნახე და რომ შევამოწმე, 2 და 55 ქონდა იოს პირველი რაუნდის KO-ს. რაც მეგონა უმაღლესი შანსის მქონე. და გადავწყვიტე რომ აუცილებლად გამეკეთებინა ბეთი მაგაზე და თან გამეკეთებინა იმაზე დიდი ბეთი, რასაც რეგულარულად ვაკეთებ ხოლმე. ანუ გავრისკე ამ შემთხვევაში რა. ოღონდ მაინც ისე ძალიან დიდი არაფერი არ გამირისკია უბრალოდ. ჩემ ნორმალურ ბეთთან შედარებით უფრო დიდი თანხა განვათავსე. თუმცა დღის ბოლომდე, იმ დღის ბოლომდე, სანამ შევიტანე თანხა, გადავიტანე და გავაკეთე ბეთი, უკვე კოეფიციენტი დაკლებული ქონდა, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრმა გააკეთა ეს ბეთი და ძალიან დიდი ფული წამოვიდა მაგ ჭხუბზე, მაგ პოზიციაზე უფრო სწორად და აი მე როცა ბეთი გავაკეთე, უკვე 2-ზე იყო ჩამოსული. ცოტა ფასეულობა დააკლდა და ეგ ჩემი შეცდომა იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მაინც ვიხეირე, იმიტომ რომ ზუსტად გამართდა, რაც მეგონა და უმარტივესად გამოვიდა იო და პირველი შეხებითვე გათიშა ოსტინ ლეინი. საბოლოო ჯამში რაც იყო, კარგად გამოვიდა. ეხლა ცოტა გავიწევი მე და შევეცდები ადგილი დავტოვო, რომ ამოვანათო, განახოთ ჩემი ბეთები. სულ მქონდა 5 ბილეთი გაკეთებული. როგორც გითხარით, პოლონურ საიძე ვბეთაობ და პოლონურად არის, აგიხსნით რა როგორ მიწერია, მაგალითად აი ეს პირველი ბილეთი 5 და 95 მარტივი ბილეთი.
პირველი რაც იყო, რაც მქონდა ამ ბილეთში, ლუანა კაროლინას KOT ან გადაწყვეტილებით მოგება მეწერა. ამოვარდა ეს ჩხუბი, საერთოდ არ ჩატარდა, წონა ვერ ჩააბარა ლუანა კაროლინამ, შესაბამისად გაუქმდა ეს კოეფიციენტი. შემდეგი იყო კრისტიან ლეროი დანკანის მესამე რაუნდი, მესამე რაუნდში ან გადაწყვეტილებით მოგება მქონდა აღებული რომან დოლიძესთან. 2.12 კოეფიციენტი, მერე მქონდა იუოს პირველ ან მეორე რაუნდში მოგება, ლუკ რაილის გამარჯვება და მოსარის. ეს იყო 5.95, როგორც თქვი, 20 სლოტში 120 წამოვიდა. ეს სლოტი არის პოლონური ვალუტა, შედარებით ნაკლებია ლართან შედარებით, სადღაც 100 სლოტი არის, სადღაც 60 ლარი. ანუ 119 სლოტია აქ მოგებული, სადღაც 70 ლარამდეა, ცოტა ნაკლები. დანარჩენ ბეთებს რო გაჩვენებთ, იმედია თქვენით მიხვდებით რა და როგორ არის, რამდენი არის. ეს არის მეორე ბეთი, რაც წამოვიდა ჩემი უკვე 50 სლოტიანი, 50 სლოტი მედო ამაზე. 11 კუში, 11.19 მეისონ ჯოუნსის გამარჯვება, ისევ და ისევ კრისტიან ლეროი დანკანის მესამე რაუნდი ან დესიჟენი, ივო ბარანევსკის პირველი რაუნდის KO და მოსარის უბრალო მოგება. ეს ბილეთი ძალიან მაგრამ მომწონს, თავიდანვე მაგრამ მომწონდა, დიდი იმედი მქონდა და წამოვიდა კიდევაც. მესამე 100 ზლოტიანი ბილეთი 4.24 კოეფიციენტით. დანკანის მესამე რაუნდი და დესიჟენი, როგორც ხედავთ, ყველგან დანკანის მესამეან დესიჟენი მქონდა, ძალიან მეგონა, ძალიან ფიქრობდი და გამართლდა კიდევაც რომანთან ბოდიში, მაგრამ ძალიან დარწმუნებული ვიყავი ამ პოზიციაშიც და იუოს პირველი რაუნდის KO აქაც. მოკლედ ეს სამი წამოვიდა, ხოლო ორი რაც არ დაждდა და ერთმა გამიფუჭა ერთმა პოზიციამ, აი ეს იყო ლოსანე კეიტამ, რომელმაც split decision-ი წააგო. ვფიქრობ შეიძლებოდა მიეცათ მაინც, ძალიან ახლო ჩხუბი იყო, ძალიან დიდი იმედი მქონდა მიცემდნენ, მაგრამ არ გამართლდა, წააგო კეიტამ. აქ ისევ ბარანევსკის პირველი რაუნდი, ლუკ რაილი და მოსარი მეწერა და ბოლო მეხუთე მარიო პინტოს პირველ ან მეორე რაუნდში ფინიში. აქაც მეგონა პინტო გადაულიდა ფრანკოს, ძალიან დაბალი დონის მებრძოლია ფრანკო, მაგრამ პინტომ ძალიან ცუდად ჩხუბად ძალიან არ მომეწონა ეგ ჩხუბი, ნაკდად არ მოველოდებოდი. მოკლედ პინტომ გამიფუჭა, აქ ისევ ბარანევსკის პირველი მეორე რაუნდი, რაილი და მოსარი. ესეც ძალიან მარტივი მეგონა, მაგრამ არ გაამართლა, თუმცა საერთო ჯამში პლუსში გავედი, თან ისეთ პლუსში გავედი, რომ ანუ წინა ქარდებზე რაც მქონდა თანხა წაგებული, ერთი ამ იმაში ამოვიღე რა. ანუ რასაც ქვია წინ არ გავსულვარ, მაგრამ აი ეს ბოლო 6-7 წინა კვირის წაგებები ამ ერთ იმაში ამოვიღე, ამ ერთ ქარტში. როგორც მიხვდით და როგორც გითხარით, ამ ქარტზე იმაზე ბევრად მეტი მქონდა დადებული, ვიდრე რეგულარულად ვბეთაობ ხოლმე. იქიდან გამომდინარე, რომ მჯეროდა და დიდი იმედი მქონდა, რომ გამართლდებოდა. ამ კვირის ქარტზე არანაირად არ არის მსგავსი სიტუაცია. არ მგონია ისეთი მარტივი და უეჭველი, როგორიც აი ეს წინა ქარტი იყო. კიდე იმას ვიტყვი, რომ ფიქებს როცა ვაკეთებ და ბრძოლებს როცა განვიხილავ, თითქმის ყველა მებრძოლის UFC-ს როსტერში ვინც არის მათი UFC კარიერა მთლიანად მაქვს ნანახი დიდი ალბათობით, იმიტომ რომ 7-8 წელია უკვე ძალიან აქტიურად უყურებ UFC-ს და 10 თითზე ჩამოვithვლით ამ 7-8 წლის განმავლობაში ქარტს, რომელიც ლაივში არ მაქვს ნანახი და როცა პროგნოზს ვაკეთებ, უბრალოდ ჩემი მეხსიერების ხარჯზე, ძირითადად ჩემი მეხსიერების ხარჯზე ვაკეთებ ხოლმე ამ ჩემ პროგნოზებს, თუმცა როცა ბეთინგზე გადავდივარ და როცა რომელიღაც მებრძოლზე მინდა რომ თანხა განვათავსო, ასე ვთქვათ, tape studies ვაკეთებ ხოლმე, რაც ქართულად ნიშნავს მის წინა ჩხუბებს არ აქვს მნიშვნელობა ნანახი მაქვს თუ არ მაქვს ნანახი, ვუყურებ ხოლმე აუცილებლად, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი შემთხვევა, ძალიან ხშირად არ მახსოვს ხოლმე რა როგორ მოხდა და მხოლოდ აი ეს finishing sequence რაც არის, ბოლოს როგორც დამთავრდა ჩხუბი, თუ ფინიში იყო, რა თქმა უნდა, მაგის მიხედვით რო გავსაჯოთ, ძალიან არასწორი იქნება. იმიტომ რომ აი იმ ფინიშამდე შეიძლება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა. ასე რომ, ასე თუ ისე tape studies სულ ვაკეთებ, როცა ვბეთაობ ხოლმე, მით უმეტეს თუ დებიუტანტია და აქამდე მისი ჩხუბი არ მაქვს ნანახი, ვცდილობ ხოლმე ვნახო წინა ჩხუბები სხვა ორგანიზაციაში
სიტუაციაში როგორ აქვს ჩატარებული, მოგებული აქვს, წაგებული აქვს, არა აქვს მნიშვნელობა, როგორი სტილი აქვს და შემდეგ დაუპირისპირო და მაგის მიხედვით გავაკეთო შემდეგ ბეთი და ავირჩიო ის პოზიცია, რომელიც მგონია რომ გამართლდება. ამ შემთხვევაშიც ეხლა რა ბილეთებსაც განახებ და ბეთინგით რაც მაქვს გაკეთებული, ყველაზე ასე თუ ისე თეიფსთადი მაქვს ჩატარებული და მათი წინა ჩხუბები ნანახი მაქვს. შემდეგ მაგის მიხედვით მაქვს ბეთი გაკეთებული. მოკლედ დავიწყოთ და განახებთ ჩემ 4 ბილეთს ამ კარტზე, რაც მაქვს გაკეთებული. ნომერი პირველი ბილეთი 4 კაციანი, რასაც ხედავთ ეხლა თქვენ, 5 და 40 კოეფიციენტი და პირველი პოზიცია გვაქვს იგნასიო ბაჰამონდეზი, რიკი სიმონი, ნავაჰო სტირლინგის KO და ადესანია პაიფერში 4.5 რაუნდზე ნაკლები. იგნასიო ბაჰამონდეზი ამ კარტზე ჩემთვის არის ლოქი. მგონია რომ აუცილებლად მოუგებს ტოფიკ მუსაიევს. ეს ბრძოლა ფეხზე გაიმართება. ტოფიკი არის უშუალოდ სტრაიკერი. მგონია რომ ბაჰამონდეზი დგომში დაჩაგრავს და საერთოდ მგონია ყველგან დაჩაგრავს ბაჰამონდეზი ამ ჩხუბში ტოფიკას. მინდოდა რამე პოზიცია ამეღო ბაჰამონდეზის გამარჯვების პოზიცია ამ ჩხუბში, მაგრამ აი ვერ ჩამოვყალიბდი რა, მგონია რომ შეუძლია ბაჰას დაანუკაუტოს ტოფიკა ძალიან მარტივად. დაასაბმითოს ძალიან ჩვეულებრივად, ანუ ბაჰამონდეს უყვარს დარსები, ქვემოდანაც ტრაიანგლები და მუსაიევის კარიერას რო ჩავხედოთ, აქვს საბმიშენები წაგებული ბევრად დაბალ დონეზე და ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება მიწაზე თუ აღმოჩნდა რაღაც მომენტში ეს ჩხუბი რამენაირად შეიძლება დაასაბმითოს ბაჰამ თუ არა და ქულებითაც ძალიან მარტივად მგონია რომ მოუგებს, მაგრამ უფრო ფინიში მგონია, თუმცა ამ ბილეთში 1 და 29 მაინც ასე თუ ისე კაი კოეფიციენტია, იქიდან გამომდინარე რომ უეჭველი მგონია. შემდეგი რიკი სიმონი ადრიან იანესთან, რიკი ძალიან მომწონს ამ ჩხუბში, მგონია რომ ეჭიდავება, მგონია დგომში რაღაც მომენტში დგომშიც იქნებიან, მაგრამ ადრიან იანეზი არის მხოლოდ მოკრივე, მეტი არაფერი არ იცის, ძალიან კაი მოკრივეა, ანუ მართლა ძალიან კაი მოკრივეა, ძალიან კაი ხელები აქვს, მაგრამ ძალიან ერთფეროვანია და რიკის ვენდობი რომ თეიქდაუნებს გაუკეთებს. არ მგონია ფინიში, თუმცა დესიჟენით მგონია. თუმცა ამ ბილეთში უბრალო მოგება რიკის 1 და 66. შემდეგი ნავაჰო სტირლინგს 3 ჩხუბი აქვს უკვე UFC-ში ჩატარებული და სამივე დესიჟენით აქვს მოგებული ძალიან გამძლე მებრძოლებთან, თუმცა ფინიშერია, ბევრი ნოკაუტები აქვს თავის კარიერაში. ლოპეზი ვნახეთ თავის ბოლო ჩხუბში ჯაკობისთან დანოკაუტდა და მგონია რომ როგორც ჩემ პრედიქშენში ვთქვი, ფსონს ჩამოდის UFC ნავაჰო სტირლინგზე და ბრუნო ლოპეზი ყავს იმიტომ ამ ჩხუბში რომ ჰაილაითი გააკეთოს თავისი და ნოკაუტით მოიპოვოს გამარჯვება, აგერ კოეფიციენტზეც ეთყობა, მხოლოდ KO-ს აქვს 1 და 50 ძალიან დაბალია, თუმცა საკმაოდ რეალური მგონია რა და ზუსტად მაგით მაქვს აღებული. ხოლო ბოლო პაიფერი ადესანიას 4.5-ზე ნაკლებს რაც შეეხება ამ ჩხუბში როგორც გითხარით, მგონია რომ პაიფერი მოიგებს და დიდი ალბათობით 95% ფინიში მგონია პაიფერის, მაგრამ ასე ვთქვათ, ცოტა დაზღვეული მაქვს და 4.5-ზე ნაკლები მგონია კაი კოეფიციენტი აქვს 1 და 68. რაღაც მომენტში იმასაც ვფიქრობ, აი თუ ვერ დააფინიშა ჯომ თავიდან და მერე ძალიან დაიღალა, ისრაელ ადესანიასაც აქვს პატარა შანსი რომ აქეთ დააფინიშოს ჯოი, ბოდიქიკებით უკვე დაღლილზე გაუტაროს და TKO-თი ან მსგავსი რაღაც სიტუაცია მაინც ვხედავ ჩემ თავში და ზუსტად მაგიტო ავიღე 4.5-ზე ნაკლები ამ ბილეთში. ეხლა აქ რა პოზიციებსაც გაჩვენებთ, შეიძლება ქართულ ბუქმეიკერულ საიტებზე არ იყოს, იმიტომ რომ ვიცი რომ არ არის მსგავსი პოზიციები, თუმცა მიახლოებით მიხვდებით რა როგორ მაქვს და თქვენ შეგიძლიათ დაალაგოთ შემდეგ თქვენიდან გამომდინარე რა თქმა უნდა. თან არ გირჩევთ რა თქმა უნდა პირდაპირ გადაწერას ჩემი ბილეთისას, უბრალოდ მოისმინეთ ჩემი ნააზრევი და ფიქრდით და თქვენ რასაც ფიქრობთ, ჩემ ნაფიქრალს შეადარეთ და შემდეგ გააკეთეთ თქვენი გადმოსახედიდან ეს ბილეთები. შემდეგი ბილეთი, აქაც ბაჰა ყავს პირველ ადგილზე.
შემდეგ გვაქვს ტენეს მაკინი კაილ ნელსონის ჯგუფში 1.5 რაუნდზე ნაკლები 1.32 კოეფიციენტით ნავაჰო სტირლინგის KO ან decision-ი ანუ მხოლოდ ნავაჰო სტირლინგის გამარჯვება მაწყობს KO-ით ან decision-ით submission-ით რომ მოიგოს წაგებულია თუმცა ამის შანსი ძალიან მინიმალური მგონია არ არის ეს კაცი გრეპლერი არ აქვს submission-ი კარიერაში და რავი ეხლა თუ მოინდომა და ბოლო პოზიცია 4.90 კოეფიციენტი მსუხე კოეფიციენტი როგორც მიყვარს ხოლმე 4.90 პაიფერის პირველ ან მეორე რაუნდში მოგება. ანუ იზის რო დააფინიშებს, ან პირველ რაუნდში არ აქვს მნიშვნელობა როგორ დააფინიშებს, KO თუ submission-ი, ლიჯბი ფინიში იყოს პირველი ან მეორეში და სულ არის 10 კოეფიციენტი, ძალიან მომწონს ეს ბილეთი. პაიფერზე გითხარით და მგონია რომ დააფინიშებს იზის და თუ დააფინიშებს 90-95% მგონია პირველ მეორე რაუნდში იქნება თავიდანვე, სანამ ენერგია და ჯანი აქვს. ხოლო აქ სტირლინგი დაწყვეული მაქვს, მარტო KO არ მაქვს აღებული. ეს მგონია ძალიან შესაძლებელი და ხოლო ტენეს მაკინი კაილ ნელსონის ჯგუფს რაც შეეხება, ხედავთ ალბათ 1.5-ზე ნაკლებს, სხვა ჯგუფში ესეთი დაბალი კოეფიციენტი არ აქვს ხოლმე, მაგრამ აგერ ეს კაცი მეორე რაუნდს თითქმის არასდროს არ ცდება ტენეს მაკინი და აქაც მგონია რომ რომელიღაცა პირველ რაუნდში ან მეორე რაუნდის დასაწყისში აუცილებლად უკვე დაფინიშებული იქნება. მესამე ბილეთი მარტივი, მხოლოდ ორი პოზიცია 4.90 კოეფიციენტი საერთო ჯამში ჯო პაიფერის უბრალოდ გამარჯვება და რიკი სიმონის მესამე რაუნდში გამარჯვება ან ქულებით. ეს ბილეთი ძალიან კაი მგონია, როგორც გითხარით, რიკი სიმონი მგონია იმ დაპირისპირებაში და რახან უფრო decision-ით მგონია, ვიდრე ფინიშით მესამე რაუნდის ფინიში რიკის ან decision-ით მოგება. და ბოლო მეოთხე ბილეთი, პირველი პოზიცია, აქ რაც მაქვს აღებული, ეს არის რიკი სიმონი და ეդრიენ იანეზის ჯგუფში, რომ ჯგუფი მივა გადაწყვეტილებამდე. არ აქვს მნიშვნელობა რომელი მებრძოლი მოიგებს, ოღონდ ჯგუფი აუცილებლად უნდა დამთავრდეს ქულებით და არც ერთი მებრძოლი არ უნდა დაფინიშდეს. შემდეგი გვაქვს ბაჰას ფინიში, ანუ ბაჰას გამარჯვება, უადამდელი გამარჯვება KO-ით ან submission-ით 1.82 კოეფიციენტით და ბოლო მაქვს აღებული მანსურ აბდულმალიკი ბელგარის ჯგუფში 1.5 რაუნდზე მეტი. რიკი სიმონი და ბაჰამონდეზი აუხსენი თუ რატო და რანაირად მგონია, ხოლო აბდულმალიკის და ბელგარის ჯგუფს რაც შეეხება მართალია ორივე ფინიშერები არიან განსაკუთრებულად მანსურა, თუმცა ძალიან გამძლეა ბელგარი. არ მგონია მანსურმა თავიდანვე დააფინიშოს, არც ბელგარი მგონია დააფინიშოს. ფიქრობ უფრო გაზომილი იქნება ამ ჯგუფში აბდულმალიკი, შეეცდება გაუმიქსოს, ფეხზეც დაუდგეს და ტეიქდაუნებით ცადოს. ტეიქდაუნების მცდელობას ფიქრობ დაიცავს რაღაც მომენტში ბელგარი და ძალიან გაიწელება ამ ტეიქდაუნების დაცვის დროს, მე შეიძლება კლინჩიც იმუშაონ მებრძოლებმა და მოკლედ მგონია რომ მეორე რაუნდის ნახევარს გაცდება ეს ჯგუფი და 1.58 კოეფიციენტი მშვენიერი მგონია და საერთო ჯამში ეს ბილეთიც 4.28. ეს იყო მეოთხე ბილეთი ჩემი, განახეთ ყველა ბილეთი, რაც მაქვს გაკეთებული. როგორც თქვი აქამდე, გირჩევთ რომ ჩემ ნაზრებზე და ნალაპარაკებზე დაფიქრდეთ. თქვენი ნაფიქრალი არ უარყოთ, უბრალოდ შეადაროთ ჩემ ნალაპარაკებს და აქედან გამოიტანოთ აზრი და ისე გააკეთოთ თქვენი ბეთი, თუ აკეთებთ ბეთს საერთოდ, თუ არ აკეთებთ, საერთოდ არ გააკეთოთ, დაანებეთ თავი. სულ ეს იყო დღევანდელი ჩვენი ვიდეო. მინდოდა გადამეღო მსგავსი სტილის, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტალური ვიდეოა ჩემთვის და აუცილებლად მინდა ფიდბექი თქვენგან, მინდა რომ დამიწეროთ კომენტარებში თუ მოგწონთ მსგავსი ტიპის ვიდეოები, საერთოდ თუ გინდათ მომავალში რომ გავაკეთო კიდე და ვნახოთ რა მაგის მიხედვით, რამდენი გამოხმაურება მოყვება ამ ვიდეოს. მაგის მიხედვით გადავწყვიტავ შემდეგ კვირას გავაკეთო თუ არა მსგავსი ვიდეო. თუ მოგეწონათ ვიდეო, რა თქმა უნდა, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და თუნდაც აი ამ ლაიქებითაც მივხვდები რამდენად დიდი გამოხმაურება აქვს. სულ ეს იყო დღევანდელი ჩვენი ვიდეო და დავბრუნდები შემდეგ კვირას, როცა ეს კარდი უკვე ჩამთავრებული იქნება. მომავალ შეხვედრამდე. Peace out.